UFC-ს lightweight ჩემპიონმა ილია თოპურიამ ოფიციალურად დაადასტურა. ის იანვრის Paramount ბარათზე ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაცია ადრე გავრცელდა, თუმცა ახლა თოპურიამ პირველად საჯაროდ განმარტა მიზეზები. მისი სიტყვები არის პირდაპირი და ემოციური. მიმდინარეობს რთული პერიოდი ჩემს პირად ცხოვრებაში. მინდა ყურადღება მივაქციო ჩემს ბავშვებს და სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა დავაყოვნო დივიზიონი. UFC ჩაატარებს საჭირო მატჩებს, როგორც კი საქმეები გადაწყდება. გეტყვით, როცა მზად ვიქნები დაბრუნებისთვის. ეს სიტყვები აჩენს არა მხოლოდ სპორტსმენის პოზიციას, არამედ მამის პოზიციას, რომელიც პირველ რიგში თავის ოჯახს აფასებს. MMA-ის გულშემატკივრებისთვის ეს არის გამჭირვალობის მომენტი. ბრძოლის სამყაროს რეალობა პირად ცხოვრებას ხვდება, სადაც ცნობილი სპორტსმენები ჩვეულებრივი ადამიანური სირთულეების წინაშე დგანან. ამ ფონზე ყურადღება ვადიან ჩემპიონატზე გადადის. სავარაუდოდ ინტერიმ ტიტულისთვის იბრძოლებენ ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი. ბევრისთვის ეს მოულოდნელი ნაბიჯია. იდეალური სცენარი იქნებოდა თუ მატჩი ჩაერთებოდა არმან ცარუკიანი, რომელიც ბოლო დროს გაიმარჯვა და საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადაა. ილია თოპურიას განცხადება აძლევს UFC-ს სივრცეს, რომ დივიზიონი მოძრაობდეს, ხოლო ფანებს საშუალებას, რომ შვიდად ელოდონ მისი დაბრუნება. მისი არჩევანი გაძლიერებს მის იმიჯს. სპორტსმენი, რომელიც პირველ რიგში გულითადია, ოჯახის პრობლემებს აყენებს პრიორიტეტად და არა მხოლოდ ციფრებსა და სტატისტიკას. მეკს ჰოლოვეის მხარდაჭერაც განსაკუთრებით საყურადღებოა. ჰოლოვეი, რომელსაც ერთხელ სწორედ თოპურიამ დაამარცხა ნოკაუტით, გამოიჩინა პატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება. მწუხარია ჩემპიონო, ვიცი ბრძოლა შვილებთან ერთად რამდენად რთულია. ეს არის იმ პოზიტიური მაგალითების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რაც MMA-ის სამყაროში მეტად იშვიათად გვხვდება. თოპურიას გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ინტერიმ ტიტულის გამორცვა მისთვის ლოგიკურია, რადგან არ უნდა შეიქმნას დროებითი ფორს მაჟორი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მისი კარიერის მაქსიმალურ პროდუქტიულობას. ეს გადაწყვეტილება ასევე აჩენებს, რომ UFC არ იღებს პირად პრობლემებს მხედველობაში, არამედ ორგანიზაციულ საჭიროებებზე ზრუნავს, რაც აუცილებელია დივიზიონის ბალანსისთვის. მომავალი აშკარაა. ილია 28 წლის ასაკში მეორე UFC ქამრით, აქვს უდიდესი პოტენციალი და დროებითი პაუზა მხოლოდ აძლიერებს მის სიძლიერეს. ის დაბრუნდება ბოლომდე მზად როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, რათა დაუბრუნდეს უმაღლეს დონეს. თოპურიას გადაწყვეტილება ასევე აჩენს კითხვას გულშემატკივრებისთვის. ვინ მაიპოვებს ინტერიმ ტიტულს? ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი თუ სხვა? დივიზიონში მუდმივი ცვლილებებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ თოპურია აყენებს პირად ცხოვრებას კარიერის წინ, ცხადყოფს, რომ მთავარია ხარისხი, არა მხოლოდ დრო. ფანები ელოდებიან იანვრის ბარათს, სადაც ახალი ინტერიმ ჩემპიონი იქნება, ხოლო ილია თოპურია მზად იქნება დაბრუნებისთვის, რომელიც შეიძლება გადაწყვიტოს lightweight დივიზიონის მომავალში. სირთულეებისა და სტრატეგიის შერწყმა ილია თოპურია და lightweight დივიზიონის მომავალი. შეგახსენებთ, რომ ილია თოპურია არა მხოლოდ სპორტსმენია, არამედ სტრატეგიული მოთამაშე UFC-ში, რომელიც ზრდის თავის პოზიციას ოჯახური სირთულეების ფონზე. მისი გადაწყვეტილება იანოვის ბრძოლაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ პირად ცხოვრებას ეხება, მაგრამ მას ასევე დიდი გავლენა აქვს დივიზიონზე. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ აჩენს ინტერიმი ტიტულის საჭიროებას. მოთამაშეები, როგორიც არიან ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი, იღებენ შანსს წარსადგენად, თუმცა გულშემატკივრებისთვის ყველაზე ლოგიკური კანდიდატი იქნებოდა არმან ცარუკიანი. არმანის ბრძოლა ტიტულისთვის თავიდანვე ნათელი იყო, მაგრამ სიტუაცია პირად პრობლემებთან ერთად იწვევს სტრატეგიულ ცვლილებებს UFC-ში. ილია თოპურიას ემოციური განცხადება მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს აჩვენებს, რომ სპორტსმენი არ არის მხოლოდ ბრძოლის მანქანა, არამედ ადამიანი, რომელიც აფასებს ოჯახურ პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ, UFC-ს შეუძლია დივიზიონი გადააადგილოს ეფექტურად. არ ცვლის წესებს, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვებისთვის. მაქს ჰოლოვეის მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს MMA-ის პოზიტიურ კულტურას. ჰოლოვეი, რომელიც განიცადა ნოკაუტი თოპურიასთან, მაინც იძლევა სიმამაცისა და პატივისცემის მაგალითს. ვიცნობ ბრძოლას შვილებთან ერთად, შენ ამას გაართმევ თავს. ასეთი მხარდაჭერა ამაღლებს სპორტის ემოციურ ფასეულობას, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია. რაც შეეხება ინტერიმი ტიტულისთვის ბრძოლას, აქ ბევრი მახასიათებელია. ჯასტინ გეიჯი ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი ტემპით და გაწვანისტორებული ბრძოლით. პედი პიმბლეტი ატარებს ახალგაზრდულ ენერგიას, სწრაფ რეაქციებს და პოპულარობას, რომელიც იზიდავს გულშემატკივრებს. არმან ცარუკიანი უკვე დამტკიცებულია როგორც მაღალი დონის კონკურენტი და მისი ჩართვა ბრძოლაში იქნებოდა ლოგიკური პროგრესია დივიზიონისთვის. სხვადასხვა სცენარებში თოპურია დაბრუნდება მხოლოდ მაშინ, როცა პირადი საკითხები დამთავრდება.
მისი 28 წლის ასაკი მეორე UFC ქამრი და უმაღლესი პოტენციალი აძლევს განახლებულ ძალას, რომელიც გამოჩნდება მომავალ ბრძოლებში. ფანების განხილვა მიმდინარეობს. Როგორ მოემზადება ილია პაუზის შემდეგ, ვინ გახდება ახალი ინტერიმი ჩემპიონი, შეძლებს თუ არა თოპურია დაუბრუნდეს იმავე დონის გამძლეობით, როგორც წინა ბრძოლებში, თუმცა მთავარი დასკვნა მარტივია. პირადი სირთულეები გავლენას არ ახდენს პროფესიონალიზმზე. პირიქით, მათგან გამოდის ძლიერი, ემოციურად მომზადებული სპორტსმენი. UFC-სთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ დივიზიონი მძლავრად განვითარდეს, ფანებისთვის კი საინტერესო ბრძოლების შექმნას. ილიას დაბრუნება იწვევს ყველაზე დიდი ინტერესის მატებას lightweight დივიზიონის გარშემო. ფანები ელოდებიან, რომ ინტერიმი ტიტული დაეხმარება დივიზიონს დარჩეს აქტუალური, ხოლო თოპურია დაბრუნდება სრულ მზადყოფნაში, რომ განაგრძოს კარიერა, რომელიც უკვე ისტორიულ ნიშნულებზეა. ოჯახური გამოწვევები და კარიერული ამბიციები იდენტურ დონის სტრატეგიაში მერწმუნებან. თოპურია აჩვენებს, რომ ბრძოლის სიყვარული და ოჯახის პასუხისმგებლობა შეიძლება ერთად არსებობდეს, ხოლო გულშემატკივრები დაელოდება მომდევნო ეპიზოდს, სადაც დივიზიონის ბალანსი და ტიტულისთვის ბრძოლა მიიღებს ახალ ნახს. ილია ტოპურია თავის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ პირადი პრობლემების გამო, არამედ სტრატეგიული მიზეზებითაც იღებს. იანურის Paramount ბარაძე მისი არყოფნა პირდაპირ წარმოშობს დივიზიონის დინამიკას. ინტერიმ ტიტულის ბრძოლის საჭიროება გადაუდებელია, ხოლო გულშემატკივრებისთვის მთავარი კითხვა რჩება, ვინ მოიპოვებს ახალ სავარაუდო ჩოგბურთს. ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი უკვე მზად არიან ბრძოლისთვის. მათი შემდგომი პროგნოზები რთულია, ორივეს ძლიერი მხარეები და სუსტი წერტილები აქვს, თუმცა არმან ცარუკიანი ბუნებრივ კანდიდატად რჩება, რადგან ბოლო ბრძოლებში დამაჯერებელი შედეგები აჩვენა. გულშემატკივრების უმეტესობა ელის სწორედ მას, რადგან მისი ჩართვა ბრძოლაში იქნება ყველაზე ლოგიკური გაგრძელება დივიზიონისთვის. ილიას პოზიცია დასტურდება ემოციური და პროფესიონალური გადაწყვეტილებით. მე არ მინდა დავაყოვნო დივიზიონი. დროებითი ტიტული ლოგიკური ნაბიჯია, სანამ პირადი საქმეები გავასწორებ. მისი სიტყვები აჩვენებს დიდხანს ანალიზირებული, წინდახედული გადაწყვეტილების სიძლიერეს. მაქს ჰალოვეის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო MMA კულტურაში შეიძლება არსებობდეს პატივისცემა და მხარდაჭერა, მიუხედავად შეჯიბრების შედეგებისა. ჰოლოვეი, რომელიც ნოკაუტით დამარცხდა, საჯაროდ გამოთქვამს ვიცნობ ბრძოლას შვილებთან ერთად. შენ ამას გაართმევ თავს. ასეთი მაგალითები აძლიერებს არა მხოლოდ თოპურიას იმიჯს, არამედ მთელ დივიზიონს. პირადი პრობლემების გათვალისწინებით თოპურია უკვე მზადაა განიხილოს მომავალი გამოწვევები და სავარაუდო ბრძოლები. ფანებისთვის საინტერესოა, როგორ დაიმუშავებს ილია პაუზის დროს თავის ტაქტიკას. როგორ შეიძლება დივიზიონის სტრატეგია ინტერიმ ტიტულის პოვნის შემდეგ. შეძლებს თუ არა მან დაბრუნება ისეთივე ძლიერ ფორმაში, როგორც წინა ბრძოლებში. ემოციურად თოპურია აჩვენებს, რომ ბრძოლა არ არის მხოლოდ ფიზიკური გამოწვევა. მისი ოჯახური პასუხისმგებლობები, სირთულეები და კარიერული მიზნები ერთდროულად განსაზღვრავენ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს UFC-ის სტრუქტურა და დივიზიონი ამ ცვლილებებს საჭიროებს, გულშემატკივრები იღებენ უფრო სტაბილურ და საინტერესო მომავალს. ამ მომენტის მთავარი დასკვნა დროსა და პირობებს სჭირდება პატივი, რათა სპორტსმენი მაქსიმალურად მომზადებული დაბრუნდეს. 20 წლის ასაკში, ორი UFC ქამრით, თოპურია გააგრძელებს დომინაციას, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც პირადი ცხოვრება სტაბილურდება. რაც შეეხება ინტერიმ ტიტულის შემდეგ გეგმას, სავარაუდოდ ბრძოლა გაიმართება International Fight Week-ზე ან სხვა მსხვილ ღონისძიებაზე, სადაც ახალი ტიტულის მფლობელი გამოვლინდება. დროებითი პაუზა უზრუნველყოფს, რომ თოპურია დაბრუნდეს მოკლედ, მაქსიმალურად მზად, რათა დივიზიონის მწვერვალზე კვლავ დაიკავოს ადგილი. თოპურია აჩვენებს მაგალითს, რომ პროფესიონალიზმი და ადამიანის უფლებები ხელშესახები ერთდროული ბალანსია. ოჯახი, პასუხისმგებლობა, ემოციური მდგრადობა და ბრძოლა ეს ყველაფერი ქმნის საუკეთესო ვერსიას სპორტსმენისგან, რომელიც დაბრუნების შემდეგ არა მხოლოდ ბრძოლაში, არამედ პირადი სტრატეგიებითაც დაუმარცხებელი იქნება. ილია ტოპურია არ მალავს რეალობას, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევები მიიღებულ იქნას ფრთხილად და ფანებს ეძლევა შანსი იხილონ სრული შემადგენლობის ტოპ მომავალი UFC-ის lightweight დივიზიონში.